Globალური ავეჯის ინდუსტრია დღეს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი სექტორია, რომელიც ბრუნვაც ურბანიზაციას და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პარალელურად წლიდან წლამდე იზრდება. წარმოების უპირობო ლიდერად კვლავ აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ჩინეთი რჩება, თუმცა ბოლო პერიოდში აქცენტი მასობრივი წარმოებიდან ექსკლუზიურობაზე, ეკოლოგიურ მდგრადობასა და ჭკვიან ავეჯზე გადადის. დარგის მთავარი პოტენციალი დღეს არა შაბლონურ მოდელებში, არამედ ინდივიდუალურ მიდგომებსა და თამამ დიზაინშია, რადგან მომხმარებელი სულ უფრო ხშირად ეძებს ისეთ ნივთებს, რომლებიც მის ხასიათსა და უნიკალურობას უსვამს ხაზს. სტუმარი სწორედ ამ უნიკალურობისა და სირთულეების დაძლევის ამბიციებით ოპერირებს ბაზარზე. მინდა წარმოგიდგინოთ NK Design Studios დამფუძნებელი ნანიკო ქავთარაძე, ადამიანი, რომელიც ქმნის განსხვავებულ რთულ მოდელებს და ქართულ რეალობაში ნერგავს ავეჯის დიზაინის ისეთ თანამედროვე ტენდენციებს, რომელთა შესრულებასაც სხვები ხშირად ვერ რისკავენ, ასე რომ NK Design-ის დამფუძნებელი ნანიკო ქავთარაძე გვერდდება დღეს გადაცემაში. ნანიკო, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. გამარჯობათ, მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. სწორედ აღნიშნეთ, 18 წელია მე ბაზარზე ვარ, ავეჯის სფეროში და ყოველთვის ვცდილობ შექმნა ახალი და განსხვავებული, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი კონკურენცია დღეს საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოში წარმოებული ავეჯის კუთხით, არამედ როგორც აღნიშნეთ, ჩინური ავეჯით, რომელიც თითქმის ყველა კუთხეში გვხდება და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველანაირად კონკურენცია გავუწიო და გავუძლო ბაზარს. ნანიკო, საინტერესო, რატომ გადაწყვეტეთ ამ ინდუსტრიაში თქვენი ბიზნესის შექმნა და რა იყო ის პირველი იდეა, რის გარშემოც უკვე NK Design Studio შეიქმნა? ვიცით, რომ ქალი ამ ინდუსტრიაში საქართველოში ძალიან იშვიათია, ხო დღემდე? კი ბატონო, დიახ. გამომდინარე იქიდან, რახან ასეთი კითხვა დამისვით, გაგცემთ ბოლომდე პასუხს. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კერვა, რაღაცების აშენება, გაკეთება, ყოველთვის იარაღები მეკავა ხოლმე ხელში. როდესაც უკვე გავიზარდე, ჩავაბანე უნივერსიტეტში, საერთოდ სხვა განხრით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი მაქვს ზუსტად საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი დამთავრებული, ხუმრობ ხოლმე, რომ ტაქსისტი ვარ მეთქი. და მე მოვხდი ისეთ სფეროში, რომ დავინტერესდი ავეჯით, მინდოდა პუფების შეძენა და აღმოვაჩინა, რომ იმ დროისთვის საქართველოში იყო ერთადერთი სავაჭრო ცენტრი საბა, სადაც წავედი, რომ შემეძენა პუფები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შავი და ყავისფერი პუფის გარდა ერთი სახეობის საერთოდ არ არსებობდა და ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ შემექმნა რაღაც განსხვავებული. მაშინ არ მქონდა არაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ. საკერავი მანქანა ჩამოვიტანე, მე ვარ მთიული ფასანაურიდან, ბებია ჩემი იყო მკერავი და ქონდა პირველი ზინგერის მანქანა, რომელთაც ქმნიდა საქორწილო კაბებსაც კი. ამიტომ ნიჭი ბებოდან მომყვება, ჩამოვიტანე ბებიის საკერავი მანქანა, რომელიც იყო ხელზე და შემდეგ უკვე გადავიყვანე ელექტროძრავზე. და აი აქედან იწყება ეს ყველაფერი შევქმენი, არაფერს არ ვუშინდებოდი, ადრე არ იყო, რომ ეხლა შეხვალ ინტერნეტში და თარგსაც მოიძებ, ყველაფერს გააკეთებ, საერთოდ გავსი არაფერი არ იყო. ერთხელ მახსოვს, რაღაც ახალი კრესლოს, ასე ვთქვათ, შეკვეთა მომწეს, რომელიც წარმოდგენაც არ მქონა, როგორ გამეკეთებინა და ზუსტად 2 დღე და ღამე ვაკეთებდი, თან ბავშვი მყავდა, რაღაც თვეების, ძალიან პატარა და 2 დღე და ღამე ვაკეთე და რომ ჩავაბარე შეკვეთა ძალიან ბევრი დაშლა აწყობოდა, რაღაც გადაკეთება მომიწია. აღმოჩნდა, რომ დამჩა 40 ლარი და ვფიქრობდი, ღმერთო შედავწე 48 საათი ესე ფიზიკურად იმუშაო და 40 ლარი დაგჭირს რაღაცნაირად ძალიან გული დამწყდა, მაგრამ შემდეგ უკვე გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ძალიან პასუხისმგებლიანი, თამამი შემიძლია ვთქვა და ჩემი მომხმარებლებიც ამას აუცილებლად დამიდასტურებენ თუ იქნება ამის საშუალება. ვაკეთებ ყოველთვის თავის დროზე, რაც ძალიან მიყვარს. ვაკეთებ და არ ვუშინდებ ისეთ საქმეს, რასაც მაგალითად სხვა ვერ გააკეთებს. ძალიან მიყვარს ახალი რაღაცების შექმნა. არ მიყვარს შაბლონური, საერთოდ არ მიყვარს. პირველს რაღაცასაც მოვიგონებ და გავაკეთებ, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება. შემდეგ უკვე ჩემს რა თქმა უნდა უკვე მყავს რამდენი ხანია თანამშრომლები, ვაბარებ მათ და უკვე გადადის შაბლონურ მუშაობაზე.
ხო, გაიხსენეთ თქვენი ისტორია, როგორ დაიწყო კომპანია მოპერირება, ხო? მაშინ საინტერესო ნედლეულის მოძიებას სად ახდენდით და როგორ ახდენდით? იმიტომ რომ მაშინ უფრო ნაკლები იყო, ხო? სხვათა შორის ძალიან რთული იყო, როგორც თქვი, მაშინ არ არსებობდა ესე ინტერნეტი და ესე წდომა, რომ ყველაფერი ცნობდა. თან რეალურად არც იცოდნენ ადამიანები და რისგან რისი გაკეთება შეიძლებოდა და ამიტომ დილის 6 საათზე მიწევდა ხოლმე ადგომა და ხან ლილოში დავდიოდი, ხან ელიავაზე დავდიოდი, ნუ აი ყველგან ყველაფერი ვიცი, სად რა იყიდება, როგორ უნდა შეიქმნას ამა თუ იმ ნედლეულის სხვადასხვა დიზაინის და პირველი რაც მოვიგონე ეს იყო, რომელიც დღემდე ძალიან აქტუალური არის, ჭრელი ნაჭრებით შექმნილი, იმიტომ რომ არ მქონდა საშუალება რომ მეყიდა თქვა ბევრი მასალა თვითონ დეტალს და ნაკუთს ვუფრთხილდებოდი და ამით შექმნილი დიზაინი, რომელიც უკვე აი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და მართლა ყველაზე ლამაზი არის და მართლა აბსოლუტურად ყველა დიზაინს უხდება ეს ჩემი ნაკუწებით, ლოსკოტებით შექმნილი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ავეჯი, даже ლოგინსაც და დივანსაც კი ვაკეთებთ ამ ლოსკუტებით. ნანიკო, ეს გამოცდილება, რაც მაშინ მიიღეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველა პროცესში ჩართული, თავად ვეიძიებდით ნედლეულს და თითოეული, ასე ვთქვათ, ნედლეულის გამოყენებას ცდილობდით წარმოებაში. მერე უკვე ბიზნესის მართვაში როგორ დაგეხმარათ? აი ეს გამოცდილება, რომ ყველაფერი გამოსცადეთ თავად. სხვათა შორის ძალიან, იმიტომ რომ დღეს ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენცია გვაქვს და არა მარტო კონკურენცია, ძალიან რთული არის კადრების მოძიება. კარგი კადრის შოვნა ფაქტიურად შეუძლებელია თუ თქვათ მოხდა ისე რომ პატარა ბიჭი მოვიდა ან გოგონა მოვიდა და შევასწავლე მთელი ჩემი ცოდნა შრომა ჩავდე ამ ადამიანში, შემდეგ გავა რაღაც წელი ან თვე და გამოაცხადებს რომ მიდის საზღვარგარეთ და რეალურად კარგ კადრს კარგავთ. არ არსებობს აი კარგი კადრი საქართველოში არის ძალიან რთული და აქ ისე ვერთვები მე ჩემი ძალიან დიდი გამოცდილებით, არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონის საქმეა ხოლმე გასაკეთებელი თუ მამაკაცის საქმე, როგორც პნევმატური იარაღებით ვიწყებ მუშაობას, იმიტომ რომ თავის დროზე უნდა ჩაბარდეს შეკვეთა, ასევე რა თქმა უნდა, კერვის დროსაც თუ არ ესწრება, რა თქმა უნდა, კერვასაც მე თვითონ ვიწყებ, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ და არ ვუშინდები არანაირ გამოწვევას ჩემს საქმეში. ეს გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად მართლა მე თვითონ შექმნილი ყველაფერი და ყველაფერი ვიცი ამ საქმეში. კი, ნანიკო, ახსენეთ თავარი პრობლემა გულისხმობ კვალიფიციური კადრების დეფიციტს. აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა უნდა გაკეთდეს და რა პრობლემას უქმნის ეს ბიზნესი შემდგომი განვითარებისთვის, გაფართოებისთვის მათ შორის? ბიზნესი, რა თქმა უნდა, იმ პრობლემას უქმნის, რომ რეალურად გაფართოება რო გვინდა ვერ ფართოვდებით, იმიტომ რომ შეკვეთების ჩაბარებას ვერ ვასწრებთ. თუ გადავწყვეტ, რომ კაი იყოს ნებისმიერი ადამიანი მოვიყვანოთ, ვერ აკეთებს ეს ადამიანის საქმეს და კარგი იქნება თუ ამას მე ძალიან მინდა რომ გავაკეთო, მაგრამ ფიზიკურად ვერ გავაკეთებ. საქართველოში არსებობდეს ისეთი სასწავლო ცენტრები, არ არის საჭირო ადრე რო იყო ჩემი შვილი უკაცრავად ამ სიტყვაზე დოქტორი უნდა გამოვიდეს, არ არის საჭირო ყველა დოქტორი იყოს მეცნიერება ამ სიტყვაზე. უნდა ისწავლებოდეს ხელობა აუცილებლად, ადამიანებმა უნდა შეისწავლონ, უნდა არსებობდეს სასწავლო ცენტრი, სადაც შეასწავლიან ამა თუ იმ ხელობას, ხეზე მუშაობას, რკინაზე მუშაობას, ნაჭერზე მუშაობას, ნუ აღარ ჩამოთვლი შორს სწავალთ, რომ არსებობდეს რეალურად კარგი კადრები საქართველოში, რომ ქართული ბიზნესი არ დაიძიროს, იმიტომ როგორც ხედავ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ბიზნესი ხა მე თვითონ როგორც გითხარით საწარმო მაქვს ნაყიდი ფეიქრებზე, სადაც როდესაც ვიყიდე თვითეული კუთხე კუნჭული იყო დაკავებული და სულ რაღაცას მუშაობდით და მართლა ფეიქრები ვიყავით ყველა რაღაცას ვაკეთებთ. ეხლა იმდენი ადგილი არის დაკეტილი, იმიტომ რომ ვერ მუშაობენ, ანუ არც კადრი ყავთ, არც ის არის შეკვეთები აღარ არის ესეთი, იმიტომ ძირითადად ასევე ჩანაცვლა ჩინურმა პროდუქციამ. ჩინური პროდუქცია მოგეხსენებათ არის ძალიან იაფი, ხარისხი არ ვარგა, მაგრამ სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ძირითადად მომხმარებელი მაინც უფრო ფასზე ორიენტირებული არის ხოლმე, ვიდრე ხარისხს, რაც ძალიან სამწუხაროა დღევანდელი ბაზრისთვის, ასე ვთქვათ. მინდა შევაჯამოთ, რა ტიპის ავეჯზეა კონცენტრირებული ენქა დიზაინ სტუდიო დღეს, მაშინ, როდესაც
გაიარეთ ის ეტაპი, რომ რთული იყო ნედლეულის მოძიება, ბევრ რაღაცაზე არ ქონდა ბიზნეს წვდომა. დღეს უკვე რა მიმართულებაზეა სპეციალიზებული კომპანია? გამომდინარე იქიდან, რომ მე მაინც უფრო მიცნობენ როგორც პუფების წარმოებას, მაინც უფრო პუფების სფეროში ვარ, იმიტომ რომ ყველანაირი დიდი შეკვეთა რაც საქართველოში კეთდება ის ტენდერებში ხდება, მოგება თუ სარეკლამო სფეროებში არის პუფების შეკვეთა, თითქმის აი 10-დან 9 თქვენ წარმოიდგენთ მოდის ჩემთან და იმდენი პუფის გაკეთება მიწევს, რომ რეალურად სხვა ავეჯზე ნაკლები დრო მრჩება ხოლმე, მაგრამ აქედან გამომდინარე მაინც ვცდილობ ხოლმე, რომ სხვა რაღაცებით შევასრულო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მიყვარს ახალი გამოწვევები. არ ვუშინდებით არაფერს აბსოლუტურად ყველანაირ შეკვეთებს ვაკეთებთ. რაც არ უნდა მოვიდეს, გავაკეთებთ. ნანიკო, ახსენეთ ფასი, ხო? როგორ გიწევთ ფასის დაჭერა? უგულისხმობ ნედლეულიდან გამომდინარე, მათ შორის ნაწილში რომ იმპორტზეა ალბათ, ხო? წარმოება დამოკიდებული, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რაღაც, მათ შორის ტექსტილი აქ არ არის. იმ რაოდენობის, რა რაოდენობითაც ამ წარმოებას ჭირდება. აი, ფასის შენარჩუნებას როგორ ახერხებს ბიზნესი? ძალიან რთულია, პირდაპირ ვიტყვი. ფასის შენარჩუნება ძალიან რთულია რამოდენიმე კრიტერიუმიდან გამომდინარე. პირველი ეს არის, რომ ახალ დაწყებული კომპანიები ცდილობენ, რომ გაგიწიონ კონკურენციამ და ამ დროს ცდილობენ, რაც შეიძლება ფასი დააგდონ. იმას ვერ ხვდები, იმიტომ ახლები არიან, რომ ესეთი დაბალი ფასით შეიძლება რამოდენიმე ხანი ერთი თვე და ორი თვე ადამიანმა სიხარულით იმუშაოს, იმიტომ რომ გონია, რომ აი ეხლა ამუშავდება, ეხლა ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მოგება როდესაც არ არის და ვერ ხედავ ფულს, აქ უკვე ადამიანის ენთუზიაზმი რა თქმა უნდა ეცემა და უკვე მარტო ენთუზიაზმი კი არა, საშუალებაც რო არ არის, ელემენტარული ხელფასები გაცენ უკვე მიდის რა თქმა უნდა ფსკერისკენ და ამ დროს ხდება მათი ბაზრიდან გასვლა, ისეთი ბაზრიდან, სადაც უკვე საქმე გაგვიფუჭეს, ფასი ძალიან დააგდეს და უკვე ძალიან რთულია ამ ფასების ზემოთ აწევა, მაგრამ ნელ-ნელა და ეტაპობრივად მაინც ვცდილობთ ხოლმე რაღაცნაირად, რაღაც ახალი მოვიგონოთ, რაღაც ახალი შევთავაზოთ. გამომდინარე იქიდან, რომ მე თვითონაც ვიგონებ ძალიან ბევრ ამას, რა თქმა უნდა, ინტერნეტიც მეხმარება და ყოველთვის ვაქციო ყურადღებას ადამიანებს ვუსმენ, აი რა პრობლემა აქვთ, აი რაღაც რო შეიძინეს თქვათ, ის რა არ მოეწონათ იმაში და ვცდილობ, რომ ეს განვაახლო და უფრო სიახლე მივაწოდო ადამიანებს, რომ დავაინტერესო, რომ არის განსხვავებული და უფრო მორგებული მის კომფორტზე, რაც ძალიან საჭირო არის ადამიანებისათვის. ძირითადად ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? რა ტიპის ადამიანები და რამდენად დიდ შეკვეთებზე მუშაობს კომპანია? რამდენად არის ამის რესურსი? თამამად შემიძლია თქვა, რომ ყველანაირი მომხმარებელი მყავს აბსოლუტურად, даже ეროვნებისაც კი სხვადასხვა ეროვნების მომხმარებლები, იმიტომ რომ ჩვენთან როგორც იცით ძალიან დიდი შემოდინება ანაკადი არის სხვადასხვა ეროვნების ხალხის და რომ მოდიან ჩემთან პირადად მაღაზიაში როგორც მტრის ენაზეც კარგად ვსაუბრობთ ასე ვთქვათ და ინგლისურადაც და ამის აქედან გამომდინარე ყველანაირი მომხმარებელი მყავს როგორც საცალო ვაჭრობაში ვართ ისე როგორც გითხარით ვართ საბითუმო ვაჭრობა გვაქვს და არიან ჩემი მომხმარებლები სარეკლამოები, რა თქმა უნდა, დიდი კომპანიები და რა თქმა უნდა, ტენდერში მე პირადად მონაწილეობას არ ვიღებ, იმიტომ რომ ვერ ვასწრებ, პირდაპირ ვეტყვი ამდენი რაღაცის გაკეთებას მარტო ვერ ვასწრებ, მაგრამ თვითონ ვინც ტენდერში იღებენ მონაწილეობას, პირადად მათთან მაქვს თანამშრომლობა წლებია და ყველანაირი შეკვეთა თითქმის ჩემთან მაქვს და მე ვასრულებ. კი ბატონო, ნანიკო, რას მიიჩნევთ მთავარ წარმატებად კარიერულ ნაწილში? თქვენი საქმიანი ცხოვრებიდან გამომდინარე. შემიძლია თამამად და ხმამაღლად თქვა კიდევაც ის, რომ რა საქმეც არ უნდა წამოიწყოს ადამიანმა, აუცილებლად ყველაფერში ძალიან კარგად უნდა იყოს ჩახედული და თვითონ უნდა იცოდეს კეთება, იმიტომ რომ აუცილებლად დადგება ის დრო, რომ რაღაცას ვერ გაგიკეთებენ და არ გაგიკეთებენ. გარკვეული მიზეზების და გამო რომ გააკეთო შენ. შეძლო ამის გაკეთება და შენი კომპანია არ შეარცხვინო. კი ბატონო. და ის თქვენი გამოცდილებაც რაც გაქვთ იდეაში, ხო? მაშინ როდესაც პირველად იწყებდით და ყველა პროცესში იყავით ჩართული, ალბათ ახლაც ძალიან გეხმარებათ. ძალიან. ხო, ეს ყველაფერი და საქმის ასე დონეზე. რა თქმა უნდა. ცოდნა. კი ბატონო. ნანიკო, გეგმებზე მინდა გკითხოთ, რა არის ის თავარი გეგმები, რასაც როგორც კომპანიის ჭრილში, ასევე თქვენი საქმიანი ცხოვრებიდან გამომდინარე ისახავთ?
მინდა გავფართოვდე და მინდა რომ მეც მაქვს გეგმაში წავიდე ჩინეთში. ვნახო რას აკეთებენ ადგილზე რეალურად და რაღაცა გარკვეული პროდუქციაც ჩამოვიტანო და შევურიო ჩემს პროდუქციას, ვნახოთ როგორ გამოვა. მოკლედ ხო იმპორტირებული პროდუქტის დაინტერესებული ვარ კი კომპანია ქართული ბაზრისთვის. ნანიკო, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები და მოკლედ ველოდებით სიახლეებს თქვენგან. დიდი მადლობა ნახვამდის. ნანიკო ქავთარაძე NK Design Studios-დან ფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში.